ავტოსადგურები რეფორმისთვის ემზადებიან ქვეყანაში საავტომობილო სამგზავრო გადაყვანებს ახალი კანონი დაარეგულირებს. მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ავტოსადგურების სერტიფიცირებას და მგზავრთა გადაყვანის სფეროში ახალი სახის ნებართვების შემოღებას ითვალისწინებს, ძალაში 1 მარტს შევა. როგორც დარგის ექსპერტები ამბობენ, ამ კანონით ის ქაოტური სიტუაცია დაარეგულირდება, რაც დღეს სექტორში არსებობს ბაზრის ყველა მოთამაშისთვის საერთო წესების შემუშავდება, შედეგად კი გაუმჯობესდება მომხმარებელთა მომსახურების ხარისხი. უფრო კონკრეტულად რას მოიცავს ახალი კანონი სამგზავრო გადაყვანების შესახებ, ვისზე ვრცელდება ის და ასევე რას ფიქრობენ ექსპერტები ავტოსადგურების რეფორმაზე. ამას მარი მელიქიშვილი გვეტყვის, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება. მარი, მოგესალმები, დაგისმენთ. გამარჯობა ნიკა, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ავტოსადგურების რეგულირებით ქვეყანაში მგზავრთა გადაყვანის სფერო გაჯანსაღდება, დაიხვეწება უსაფრთხოების სტანდარტები, განიტვირთება გზებზე საცობები და გაუმჯობესდება მომხმარებელთა მომსახურების ხარისხი. ახალი თამაშის წესების ამოქმედება კი სექტორში ჯანსაღი კონკურენციის არსებობას ხელშეუწყობს, შესაბამისად ფასებსაც დაარეგულირებს. ეს ის პროგნოზია, რომელიც ავტოექსპერტებს აქვთ ახალ კანონთან მიმართებით. როგორც ცნობილია, საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ კანონს ავტოსადგურთან დაკავშირებული სპეციალური მუხლები დაემატა, რომლებიც ავტოსადგურის კლასებსა და მათ სერტიფიცირებას განსაზღვრავს. კანონის მიხედვით ორი უნივერსალური სახის ნებართვა იქნება საჭირო. ეს არის საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა. კანონის მიხედვით საერთაშორისო და ქვეყნის შიდა სამგზავრო გადაყვანა მხოლოდ ავტოსადგურებს შორის უნდა განხორციელდეს. არსებული ინფორმაციით, რეფორმა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. შესაბამის ნორმატიულ აქტებზე მუშაობა სწორედ ახლა მიმდინარეობს, თუმცა ის, რაც დღევანდელი მოცემულობით ცნობილია, არის ის, რომ 1 მარტიდან დაიწყება გადამზიდავებისთვის ნებართვის, ავტოსადგურებისთვის კი სერტიფიკატის აღების პროცესი. კანონი გავრცელდება ნებისმიერი ტიპის გადამზიდავზე, ძირითადი აქცენტი კი გაკეთდება M2 და M3 კატეგორიის ტრანსპორტზე. რეფორმის ფარგლებში აუცილებელი იქნება ავტოსადგურების ინფრასტრუქტურულად გამართვაც, რისთვისაც ბიზნეს კონკრეტული ვადები მიეცემა. კანონი გავრცელდება ეთისყურ გადამზიდველებზე და ასევე ავტოსადგურებზე. 1 მარტიდან დაიწყება გადამზიდველების განებართვიანების პროცესი და ასევე სერტიფიკატის აღების ვალდებულებასთან დაკავშირებული სერტიფიკატის მიღების პროცედურაც დაიწყება 1 მარტიდან. თუმცა იქნება გარდამავალ პერიოდი როგორც გადამზიდველებისთვის, ასევე ავტოსადგურებისთვის. ეს ეხება ნებისმიერ ტიპის გადამზიდველს. რა თქმა უნდა, ძირითადი აქცენტი არის გაკეთებული M2, M3 კატეგორიის ავტოტრანსპორტ საშუალებებზე, თუმცა ასევე ეს რეფორმა გავრცელდება მინივენებზეც, რომელიც წარმოადგენს M1 კატეგორიას. მნიშვნელოვანი საკითხებია მოსაწესრიგებელი და მათ შორის, რა თქმა უნდა, არის პირველ რიგში ავტოსადგურების პრობლემა, ვიცით ყველამ, რომ თითქმის ყველა ავტოსადგური რამდენიმე გამონაკლისის გარდა მოუწესრიგებელია და ვერ აკმაყოფილებს ელემენტარულ სტანდარტებს უსაფრთხოების, ჰიგიენის და სერვისის კუთხით და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთან აქცენტი კეთდება ტურიზმის განვითარებაზე, ზოგადად რეგიონების განვითარებაზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კავშირი ქალაქებს შორის იყოს უსაფრთხო, მაქსიმალურად სერვისის დონე მაღალი და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ სადგურებთან ერთად მოწესრიგდეს თვითონ ოპერატორების გადამყვანების საქმიანობა. საქართველოში გზების დაღუპულების და დაშავებულების რაოდენობა 4-ჯერ აღემატება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს. და ეს გამომდინარეობს ხშირ შემთხვევაში ტექნიკურად გაუმართავი ავტოტრანსპორტის გამო და იმ განუკითხაობის, რომელიც დღეს არის მაგალითად გზავრთა გადაყვანის სფეროში. ამიტომ ესეთი რეფორმა იმედს იძლევა. ერთია დაუშვათ რა დაიწერება საკანონმდებლო დონეზე და გამოწვევა იქნება, რამდენად რეალურად განხორციელდება ის, რაც დაიწერება შემდეგ ფურცელზე. დღეს ჩვენ რასაც ხედავთ, აი ამ რეალობიდან გამომდინარე, საქალაქთაშორისო მგზავრობა ჩვენს მგზავრების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. როგორც ექსპერტები, ისე ბაზრის მოთამაშეები დღეს არსებულ გამოწვევებზე საუბრობენ, ამბობენ, რომ ბაზარზე სრული ქაოსია და ავტოსადგურების გვერდისავლით მგზავრთა გადაყვანის შემთხვევებს სისტემური ხასიათი აქვს. მათივე განმარტებით მოუწესრიგებელი მგზავრთა გადაყვანა აზარალებს როგორც ბიზნესს, ისე სახელმწიფო ბიუჯეტს, რადგან არარეგისტრირებული გადამზიდავებისგან ბიუჯეტს მილიონობით ლარი აკლდება. თავად ავტოსადგურებში განმარტავენ, რომ არასერტიფიცირებული გადამყვანები წლის განმავლობაში იმდენივე მგზავრს ემსახურებიან, რამდენსაც ავტოსადგურები
ავტოსადგურები, თუმცა ისინი არანაირ გადასახადს არ იხდიან, რაც არა კონკურენტულ გარემოს ქმნის. გარდა ამისა, ექსპერტების თქმით, ეჭქვეშ დგას ბევრი სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის საკითხიც, რომლითაც მგზავრთა გადაყვანა ხორციელდება. აურეგულირებელია პრაქტიკულად ეს სფერო და არის სრული განუკითხაობა გარდა რეგისტრირებული ავტოსადგურებისა ჩვენ გვხვდება ასევე თვითორგანიზებული ავტოსადგურებიც, რომლებიც პრაქტიკულად კანონგარეშეა. ჩვენ გვხვდება ეგრეთ წოდებული ხიშნიკი მძღოლები, ბოდიში ჯარგონზე, მაგრამ მტაცებელი მძღოლები, ასე რომ ვთქვათ, რომლებიც გზადაგზა პირდაპირ გაგებით იტაცებენ მგზავრებს და საფრთხეს უქმნიან მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ამიტომ როცა ასეთი ვითარება არის, როდესაც ყველაფერი დაურეგულირებელია, ბუნდოვანი აბსოლუტურად ვის გადაყავს მგზავრი, სად, რეისი რას ნიშნავს, საქალაქთაშორისო მარშრუტი როგორ არის დაგეგმილი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, რეფორმას აქვს საკმაოდ სერიოზული მნიშვნელობა. ძალიან დიდი გამოწვევა იყო პირველ რიგში ეს ეხება საგზაო უსაფრთხოებას. აქედან გამომდინარე ჩვენი თავარი საკითხი, რომელიც უნდა დავარეგულოთ, არის საგზაო უსაფრთხოება, ანუ სუმცირე ტექნიკურად გამართულ ავტომობილი უნდა მოემსახუროს გზავრთა გადაყვანას. ასევე გამოწვევა იყო ეგრეთ წოდებული არარეგისტრირებული გადამზიდველები, ანუ ყველა გადაზიდვა უნდა მოხდეს, გზავრთა გადაყვანა უნდა მოხდეს ავტოსადგურიდან ავტოსადგურამდე, გარდა კანონით გათვალისწინებულ გამონაკლისების. და ასევე კონკურენციის საკითხი იყო მნიშვნელოვანი, თვითონ ავტოსადგურმა რო არ შეზღუდოს კეთილსინდისიერი გადამზიდველი და კონკურენტული პირობები დაიცვას, ესეც მნიშვნელოვანია და ამასაც დაარეგულირებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი. შეგახსენებთ, ავტოსადგურების რეფორმაზე ქვეყანაში ბოლო წლები აქტიურად საუბრობენ. მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი კი, რომელიც ავტოსადგურის სერტიფიცირებას და მგზავრთა გადაყვანის სფეროში ახალი სახის ნებართვების შემოღებას ითვალისწინებს, პარლამენტმა მესამე მოსმენით გასული წლის 30 ნოემბერს დაამტკიცა და ის ძალაში 2024 წლის 1 მარტს შევა. მადლობა. 1 მარტიდან ავტოსადგურების რეგულირების პროცესი იწყება. თემის დეტალებით მარი მელიქიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.